გამარჯობა, დღეს მოგიყვებით როგორ დავამზადოთ მარტივი ტიპის საიტი სტარტაპისთვის. ამ საიტს ექნება მთავარი გვერდი, ექნება ჩვენ შესახებ გვერდი, ექნება სერვისების ან პროდუქციის გვერდი, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია სერვისის ან პროდუქციის შესახებ და კონტაქტების გვერდი, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია კომპანიასთან დასაკავშირებლად. ამ ყველაფერს გავაკეთებ Royal Elementor Add-onis დახმარებით. Royal Elementor Add-oni არის დანამატი Elementor-ისთვის, რომელიც ზრდის მის ფუნქციონალს. Royal Elementor Add-oni გვაქვს ფასიანი და უფასო ვერსიები და ეს ფასიანი და უფასო ვერსიები, რა თქმა უნდა, განსხვავდება ფუნქციონალით და საიტების დიზაინების რაოდენობით. ესე იგი, საიტის დიზაინებს რაც შეეხება, აქ არის თავმოყრილი ახლა ამ შემთხვევაში ფასიანი და უფასო ვერსიები. უფასო ვერსიას როცა დააყენებთ, ნახავთ ამ დიზაინების ნაწილს და საკმაოდ დიდი ნაწილი არის, საკმაოდ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი არის. აქ შეგიძლიათ აწყოთ ონლაინ მაღაზიაც, მარტივი ტიპის საიტი, რომელზეც აი დღეს გვექნება საუბარი. შეგიძლიათ აწყოთ ბლოგის ტიპის საიტი, დინამიური კონტენტით საიტი. მოკლედ სხვადასხვა ტიპის საიტების დამზადება არის შესაძლებელი. აქვე დამავიწყდა მე თქვა ლენდინგ პეიჯის აწყობაც შეგიძლიათ, უკვე გამზადებული დიზაინები არის ლენდინგ პეიჯების სხვადასხვა. შეგახსენებთ ლენდინგ პეიჯი გამოიყენება რამე კონკრეტული პროდუქტის, რამე კონკრეტული მომსახურების რეკლამირებისთვის და ძალიან მოსახერხებელი არის, როდესაც ერთი კლიკით შეგიძლიათ უკვე დაამზადოთ ის ერთი გვერდი, რომელშიც მე უკვე შეიტანთ ცვლილებებს და განათავსებთ იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ გჭირდებათ. აი ნახეთ, ჯერ გვერდის შუა ნაწილშიც არ ვარ ჩასული და ნუ აი რამდენი სხვადასხვა დიზაინი არის, რამდენი სხვადასხვა შესაძლებლობა არის. კარგი, დავუბრუნდეთ თვითონ Royal Elementor Add-ons. ამ მომენტისთვის არის 20%-იანი ფასდაკლება. პერიოდულად შედით ხოლმე საიტზე აქვთ სხვადასხვა ფასდაკლებები, ზოგჯერ არა აქვთ, მაგრამ მაშინ, როდესაც არა აქვთ ფასდაკლება, ფასიც ისედაც საკმაოდ მისაღები არის თუ შევადარებთ დაუშვათ სხვა მსგავს პროდუქტებს. ჩემი აზრით საკმაოდ მისაღებია და მე პრინციპში გირჩევთ კიდევაც და ყოველთვის ესეც ვცდილობ, რომ გავაკეთო რეალური პროექტისთვის, ვიყენებ ლიცენზირებულ Pro Premium ვერსიას. ესე იგი, აქ ჩვენ ამ საიტზე შეგვიძლია მივიღოთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვიჯეტებია, რა ფუნქციებია, WooCommerce-ისთვის რა არის, დინამიური ტიპის საიტებისთვის რა არის, ვიზუალი როგორი აქვს, ხო, სხვადასხვა. აი, დინამიური ტიპის საიტებისთვის არის Advanced Custom Fields-ის პრემიუმ ვერსია ჩადებული, ინტეგრირებული ამ Royal Elementor Add-onis პრემიუმ ვერსიაში. წარმოიდგინეთ, ესეც რა თქმა უნდა სერიოზული დანაზოგი არის. რა ფუნქციები ექნება WooCommerce-ის ან ონლაინ მაღაზიის დამზადებისას, pop-up builder-ები, მოკლედ ბევრი სხვადასხვა ფუნქცია. აქვე არის ცხრილი, სადაც შეგიძლიათ შეადაროთ უფასო ვერსია, ფასიანი ვერსია და ექსპერტ ვერსია. პირდაპირ ექსპერტ ვერსიის ფასს გაჩვენებთ და თან აი დავუშვათ აი ამ ფასდაკლების გამოყენებით შევხედოთ რამდენი იქნება. ესე იგი, ექსპერტ ვერსია რომ შევიძინოთ 1 წლით, ერთი საიტისთვის არის $49. წელიწადში იხდით $49. მაგრამ აი ამ კუპონის გამოყენებით, ფასდაკლების 20%-იანი ფასდაკლების გამოყენებით, ეს ყველაფერი შეიცვლება და გახდება $40. თუ არ გინდათ რომ ყოველწლიურად გადაიხადოთ თქვენ $40, აქვე არის ესეთი ფუნქცია, $16 დაამატებთ და lifetime ლიცენზია გექნებათ, ანუ სამუდამო ლიცენზია იქნება ერთი საიტისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინვესტიცია არის ნებისმიერი პროექტისთვის. $56 სამუდამოდ გაქვთ ექსპერტის ვერსია. რა თქმა უნდა, პრო ვერსია უფრო ნაკლები ღირს, შესაბამისად ცოტა ნაკლები ფუნქციები აქვს და ამიტომ ავიღე მაქსიმალური ვერსია გაჩვენეთ, რომ საკმაოდ მისაღებ ფასში არის და ძალიან კარგი ხარისხი არის, როგორც უკვე რამდენიმეჯერ მე აღნიშნავ სხვადასხვა ვიდეოებში. მე ამ პროდუქტს ვტესტავ უკვე თვეების განმავლობაში და ძალიან მომწონს. კარგი, გადავიდეთ ჩვენ საიტზე, შეგახსენებთ აი ესეთი ტიპის საიტს ვაკეთებთ, რაც ჩემი აზრით სრულებით საკმარისი არის კომპანიისთვის, რომელიც ახლა იღებს სტარტს და მერე უკვე სამომავლოდ თქვენ აი ამ Royal Elementor-ის გამოყენებით შეგიძლიათ ფუნქციონალის გაზრდაც, ვიზუალის შეცვლაც და საიტის ისე გადაკეთება, როგორც თქვენ ეს დაგჭირდებათ.
გადავიდეთ ჩვენი საიტის მართვის პანელში, გადავიდეთ პლაგინების განყოფილებაში და დავაკლიკოთ ახალი პლაგინის დამატების ღილაკს. ჩამონათვალში მოვნახოთ Royal Elementor ესე ჩავწეროთ და გამოჩნდება Royal Add-ons for Elementor. დავაკლიკოთ ინსტალაციის ღილაკს, რამდენიმე წამში დაინსტალირდება, გავააქტიუროთ და ეგრევე მოითხოვს Elementor-ის დაინსტალირებასაც. ამას სპეციალურად წინასწარ არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მთელი პროცესი მინდა გაჩვენოთ თუ WordPress-ის სუბთა ინსტალაციაზე აკეთებთ, ანუ ინსტალაციაზე, სადაც არაფერი არ არის და აუცილებლად შეგახსენებთ, რომ ჯერ სატესტო საიტზე გააკეთეთ, გატესტოთ რა როგორ გამოგივათ, რა როგორ მოგეწონებათ. ესე იგი, install Elementor now-ს დავკლიკავთ. ესეც უცებ დაინსტალირდება. აქტივაციის შემდეგ თუ მოითხოვა რეგისტრაცია, შეგიძლია გაიაროთ, ან დაუშვათ თუ არ გექნებათ რეგისტრაციის გავლის სურვილი, შეგიძლიათ მარჯვენა ზედა კუთხეში აი აქ არის გათიშვის ღილაკი, გათიშავთ, ჩვეულებრივად Elementor-ი აქტიური იქნება, მაგრამ ის გავთიშეთ. აქტივაცია დაჭირდება Royal Elementor Add-ons, აი აქ დავაკლიკოთ აქტივაციის ღილაკს და შეგვიძლია ამ დეტალები გავიაროთ, ან უბრალოდ skips დავაკლიკოთ და ამით დასრულდება. ესე იგი, აი აქ მარჯვენა კუთხეში ჩვენ გვაქვს ღილაკი, რომელიც დაახარისხებს აი ამ ნიმუშებს. აი ეს ნიმუშები არის, რომელიც Royal Elementor Add-ons გამოყენებით შეგიძლიათ პირდაპირ ერთი კლიკით მთლიანი საიტი გაკეთდეს. აი ნახეთ, ძალიან ბევრი არის. აქვე შეგვიძლია დავახარისხოთ ფასიანები რო გადაარჩიოს და პრემიუმ რო გადაარჩიოს რა. პრემიუმ რა თქმა უნდა მეტი ფუნქციით არის, მეტი შესაძლებლობები აქვს. ხარისხი ყველას ერთნაირია და ხარისხი უმაღლეს დონეზე არის. რამდენიმე თვე არის ვტესტავ და მომწონს ყველა მონაცემებით. და გადავიდეთ მოკლედ თვითონ შაბლონის ინსტალაციაზე, ავირჩევ აი ამ შაბლონს და ძალიან კონტრასტული იქნება. აი ამ შაბლონისგან გავაკეთებთ სტარტაპისთვის საკმარის გააჩნია ხარ რა თქმა უნდა სტარტაპსაც, მაგრამ აი როგორც წესი რაც მინახავს რომ სტარტაპები ითხოვენ სრულებით საკმარის საიტს. და ნუ ახლა ეს აქ ხედავთ რომ ფერადი ჭრელი სურათები არის და დავაინსტალირებ, დავაყენებთ ისეთ სურათებს, რომელიც უფრო აი სტარტაპის ტიპის საიტისთვის მისაღები იყოს, ამიტომ ავირჩევ ამას. დავუშვათ ნებისმიერი დიზაინი თუ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება, შეგიძლიათ დაკლიკოთ აი ასე ამ დიზაინზე, რომელიც მოგეწონებათ და preview demo-ზე დაკლიკოთ ღილაკზე. გაიხსნება თვითონ ეს საიტი და ნახავთ უკვე რეალურად როგორ გამოიყურება. აქ თუ ხედავთ პატარა სურათებზე რა როგორ გამოიყურება, აქ უკვე რეალურ და ჩვეულებრივ ზომაში ხედავთ საიტს. შეგიძლიათ სხვადასხვა გვერდებიც ნახოთ და ამით მიხვდებით, რომ აი ესეთი იქნება თქვენი საიტი, რომ დააინსტალირებთ ამ demo content-ს. გავთიშოთ ეს არ გვინდა და რადგან ავირჩიეთ ეს demo content-ი, აი ეს ღილაკი აქ მარჯვენ import template kit მარჯვენ ქვედა კუთხეში არის ეს ღილაკი. ან დავუშვათ ნებისმიერს, რასაც აირჩევთ, შეგიძლიათ ასე გააკეთოთ. დავკლიკოთ აქ, ავირჩიეთ ეს შაბლონი მარჯვენა ქვედა კუთხეში. დავაკლიკოთ აი ამ ღილაკს. აქ გაფრთხილება გვაქვს, რომ რამე პლაგინი თუ გვიყენია, სასურველი არის, რომ პლაგინი ან დავუშვათ რამე სეტინგები თუ არის გაწერილი კონფიგურაცია თუ არის, სასურველი არის დროებით გაითიშოს, სანამ მოხდება demo content-ის იმპორტი. აქ არაფერი არ მაქვს ისეთ დაინსტალირებული, გატესტილი მაქვს, ვიცი რომ არაფერი პრობლემა არ იქნება, მაგრამ მაინც გვაფრთხილებენ ყოველი შემთხვევისთვის. დავაკლიკოთ OK-ს. demo content-ის იმპორტსაც დავუშვათ დაჭირდება მაქსიმუმ ალბათ 1 წუთამდე გააჩნია თქვენი ინტერნეტის სიჩქარეს და თქვენი ჰოსტინგის პაკეტს, მაგრამ როგორც წესი 1 წუთზე მეტი არ არის. ხო ხედავთ, საუბრის მომენტში უკვე დაინსტალირდა და შეგვიძლია ვნახოთ, რომ ჩვენი საიტი გახდა აი ასეთი. აი ეს არის about, service და კონტაქტების გვერდზე. შემდეგი ნაბიჯი იქნება გაჩვენებთ როგორ შევცვალოთ აი ეს სურათები, აი რაც არის ამ საიტზე, ტექსტები და ნუ აი დავუშვათ ღილაკის ფერები შესაბამისად როგორც ლოგოს შევცვლით, აქაც და აქაც და რაღაცა სხვადასხვა წვრილმანებს. ესე იგი, საიტის ზედა ნაწილს
აი ამ ნაწილს, სადაც ეს ლოგო არის, სადაც ეს home about service წერია, ეწოდება header-ი. ამ header-ში მინდა შევცვალო ლოგო და აი ამის ფერები მინდა შევცვალო, რომ მწვანე ფერებშია, ხო? ესე იგი, ამისთვის გადავდივარ ჩვენი საიტის მართვის პანელში და Royal Elementor add-on-ში გადავდივართ Team Builder-ზე. ესე. აქ მოვნახავთ headers, გადავიდეთ Edit Template-ში. აი ასე გახსნის Elementors, რომლის გამოყენებითაც გავაკეთებთ საიტზე ყველა ცვლილებას. ამას დავხურავთ და აი ნახეთ. აი აქ დავკლიკავ და არის ლოგოები ჩასმული. ესე იგი, ლოგოები შეგვიძლია ავტვირთოთ უკვე გამზადებული მაქვს საიტისთვის ლოგო. მასატვირთად მზად არის ორივე ავტვირთავ და აი ნახეთ, ესე იგი, ამას ორი ტიპის ლოგო არის აქ, ну, პრინციპში სამით შეიძლება. ესე იგი, ლოგოს ჩვეულებრივი ზომა, რასაც ჩათვლით საჭიროდ და ზომა, რომელიც გაორმაგებული არის, ესაც იმისთვის არის, რომ ეს სხვადასხვა სტანდარტები რო არის ეკრანის იქ ყველგან კარგად გამოჩნდეს. აქვე მესამე ვარიანტით შეიძლება ატვირთოთ მობილურისთვის, მაგრამ ამ მომენტისთვის ვაკეთებთ მხოლოდ აი ამ ორ ვარიანტს. აი ნახეთ, აქვე გამოჩნდება როგორ ჩანს სხვადასხვა ეკრანებზე ეს ლოგოები. მე მგონი ნორმალური არის, მობილურშიც მშვენივრად ჩანს, არაფერს არ საჭიროებს. გადავიდეთ ახლა თვითონ მენიუზე. მენიუ ცოტა მინდა გავადიდო. აი აქ ასე და გავადიდოთ. ხედავთ ხო როგორ გადიდდა, დავუშვათ 18 იყოს. და ფერების შეცვლაც შეიძლება ამას მოგვიანებით გავაკეთებ, ამ მომენტისთვის ვნახოთ რა შედეგი მივიღეთ. ესე. აი ნახეთ, შეიცვალა ლოგოც და მენიუს ეს დეტალებიც გადიდებული არის. ეს. ამას ყველაფერს პროცესში გავასწორებთ. შემდეგი ნაბიჯია უკვე გადავიდეთ თვითონ გვერდზე და შევცვალოთ სურათი, ტექსტები, ღილაკი, აი სურათებიც. ამისთვის გადავდივართ საიტის მართვის პანელში. ესე. თუ აი აქ ელემენტორში იმყოფებით, აქედან გადასვლა. აი აქ დაკლიკით ხდება Exit to WordPress. გადახვალთ WordPress-ში. გადავიდეთ, ანუ ვართ უკვე მართვის პანელში და თავარია გადავიდეთ ახლა გვერდებში, pages, სადაც აწერია. გადავედით, მოვნახოთ აი ეს home გვერდი, თავარი გვერდი და დავაკლიკოთ Edit with Elementor. ეს არ გვჭირდება გავთიშოთ. გადავედით. ახლა გვაქვს აი ეს სურათი, გვაქვს აი ეს ტექსტი. ну ტექსტის თვითონ შეცვლას გაჩვენებთ საიდან ხდება, მაგრამ აქ უკვე აზრი და არსი ტექსტის, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა ჩაწეროთ. ამას თვითონ ტექსტს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. აი დავუშვათ, აი აქედან ხდება. აი ესე დავკლიკავთ თვითონ ტექსტზე, გაიხსნება აი ესეთი მენიუ, აი დავუშვათ სხვაგან თუ დავკლიკავ, სხვა მენიუ იხსნება. და აი აქ ტექსტში შეგვიძლია ჩავწეროთ, დავუშვათ რაღაცა დავამატოთ. დავუშვათ კომპანიის სახელი დავწეროთ, რაღაცა დავუშვათ. რაღაცა ტექსტი დავუშვათ. შემდეგ ეს როგორც ხედავთ, მოძრავი ტექსტი არის და აქ პირველი წინადადება დაიწერება, შემდეგ მეორე წინადადება დავუშვათ. ტექსტ 1 და ტექსტ 2. აი ნახეთ როგორ შეიცვალა. ეს ყველაფერი დავაბრუნოთ, ეს იყოს დავუშვათ კომპანი. ფერი შევცვალოთ ამისთვის გადავიდეთ Style-ში, Style და აი აქ რო დაკლიკავთ თვითონ ფერზე, ნებისმიერი ფერი შეგიძლიათ აირჩიოთ პალიტრიდან, რომელიც გაგიხარდებათ. მე ფერი უკვე გამზადებული მაქვს. აი აქ გლობუსზე დავკლიკავ უკვე. აი ეს ფერი მაქვს არჩეული.
და ამ თეთრ ფერს არ შევცვლი, მაგრამ თეთრი ფერის შეცვლა აქედან მოხდება. აქედან შეგიძლიათ შეცვალოთ თავშოთ ეს. ხედავთ ხო როგორ შეიცვალა. დავაბრუნოთ შეუულებრივად და დავაყენოთ თეთრი ფერი. კი ბატონო. ღილაკი, ღილაკსაც რაზეც დავკლიკავთ, მარცხენა მხარეს იხსნება იმის შესაძლებელი მონაცემების მენიუ იქნება თუ არ ვიცი, საკონფიგურაციო ველი, ესე ვთქვათ, რა მონაცემების შესაძლებელი ველი. აქ ჩვენ დავუშვათ ტექსტის შეცვლა გვინდა და დავწეროთ დავუშვათ კონტაქტ. ას დავუშვათ. აქ ჩავწერთ ლინკს, რომელზეც გვინდა რომ გადავიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში კონტაქტს ეს დავწეროთ. ლინკი ამ შემთხვევაში ხლა არაფერს არ ჩავწერთ და მერე საომალოდ. ან პირდაპირ საიტს რომ გავხსნით, შეგვიძლია დავუშვათ ავარჩიოთ ეს რომელიმე გვერდის. ეს დავკლიკავთ რომელიმე გვერდზე, აქ გამოჩნდება ლინკი, დავაკოპირებთ ამ ლინკს და ჩავსვამთ აქ. სად არის? მეტი არაფერი არ ჭირდება. შემდეგ ღილაკის ფერზე გქონდა ჩვენ აქ ცვლილების სურვილი და დავკლიკოთ აქ. ესე იქნება. აქ შეიცვალა, როგორც ხედავთ, ორ ფერში გადავიდა და ამ მეორე ფერს საერთოდ წავშლი დავუშვათ არ მინდა ორ ფერში ვიყოს, მინდა ერთი სადა ღილაკი იყოს და მაუსის გადატარებისას ხედავთ, რომ აი ფერი შეიცვალა ამან. აქაც გავაკეთოთ აი ეს მეორე ფერი ცოტა ღია რომ გაკეთდეს. რაც შეეხება სურათს, სურათზე დაკლიკით, მარჯვენა კლიკით edit container შეგვიძლია გავაკეთოთ, ან დავუშვათ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხვდებით საერთ როგორ მოხდეთ აი ამ სურათთან, შეგიძლიათ აი აქ ელემენტორს აქვს აი ესეთი, როგორც ხედავთ, აი სტრუქტურა არის. თვითონ ამ საიტის, ამ გვერდის სტრუქტურა რა ნაწილებისგან არის შედგენილი. დავკლიკავთ აქ და აი ეს არის ის ჩვენი პირველი კონტეინერი. ამ კონტეინერის სეტინგებში გვინდა რომ შევიდეთ, აი სტაილში შევიდეთ და ხედავთ აი ეს სურათი არის. სურათი უკვე გამზადებული მაქვს კომპიუტერში და ავტვირთავ. გადავიდეთ აი აქ მთავარი გვერდის გვაქვს. აი ეს სურათი. და სად არის? გადავიდეთ შემდეგ სექციაზე, აქ არის დავუშვათ სერვისების ჩამონათვალი ან არ ვიცი რამე ისეთი, რაც გინდათ რომ ვიზიტორმა პირველ გვერდზე შემოსვლისას ნახოს. ნუ ამ შემთხვევაში აქ ამ შაბლონს აქვს ჩამონათვალი სერვისების, მაგალითად გრაფიკული დიზაინერი, ვებ და მობილურის დიზაინი, e-commerce დიზაინი. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ტექსტები დაწერეთ ის, რაც თქვენ გჭირდებათ და სურათები იცვლება ასე. ანუ აქაც დავკლიკავთ ჩვეულებრივად და აქაც სურათი ავტვირთოთ კომპიუტერიდან, რომელიც გამზადებული მაქვს. დავუშვათ გვაქვს აი ეს. სომები, როცა გაინტერესებთ, რასაც ვტვირთავ, ამ ყველაფრის სომები წერია აი აქ მარჯვენა ზედა კუთხეში. შეხედეთ, ეხლა აი ამ სურათის სომა არის 729,928. თვითონ შაბლონისას დავუშვათ გაინტერესებთ რა ზომა აქვს, დაკლიკავთ ასე და პირდაპირ გაჩვენებთ ამ სურათსაც. მე მაგალითად ეს გამზადებული მაქვს ზუსტად მაგ ზომის. ზომები შეგიძლიათ შეცვალოთ, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რაც უფრო მეტ ცვლილებას შეიტანთ, მით უფრო რა თქმა უნდა განსხვავებული იქნება ამ დიზაინისგან. რაც უფრო მეტ სიზუსტეს დაიცავთ, მით უფრო დაემღვანება სტრუქტურულად იმ საიტს, რომელიც მოგეწონებათ და როგორც წესი ხშირად აკეთებენ ესეთ შეცდომას, რომ აირჩევენ რაღაცა დიზაინს, რომელიც მოსწონთ და მერე იმდენ ცვლილებას უკეთებენ, რომ ვეღარ ცნობენ უკვე და ნუ ფიქრობენ, რომ აი ეს არ არის მე რაც მინდოდა რა. ამიტომ ის დიზაინი, რასაც თქვენ აირჩევთ, რაც თვალში მოხვდათ და მოგეწონათ, დიზაინერების მიერ არის შექმნილი, ძალიან ხარისხიანად ყველა ესე თქვა სტანდარტის და ყველა სამუშაო პრინციპის დაცვით ყველაფერი არის კარგად გაკეთებული და ის დიზაინი, რომელიც თქვენ მოგეწონებათ, მაქსიმალურად იმას მიყევით, რომ მიიღოთ საბოლოოდ ის შედეგი, რაც თქვენ თავიდან მოგეწონათ და რაც ქონდა წარმოდგენილი, რომ გადააკეთებდით. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სურათები, რადგან იყო ამ ზომის,
მეც ვცადე რომ ამ ზომის სურათები გამეკეთებინა. იქ ერთ-ერთ გვერდზე პატარა ცვლილება შევიტანე და თქვენ თვითონაც ნახავთ, აი სპეციალურად გავაკეთე რომ ნახოთ რა განსხვავება იქნება, ანუ თავიდან სხვა რაღაცას ვხედავთ და სხვა რაღაცას მივიღებთ. არაფერი კრიტიკული არ შემიცვლია, მაგრამ მაინც სხვაობა გამოჩნდება. შემდეგი სურათიც ასევე იცვლება. უკვე გამზადებული მაქვს კომპიუტერში სურათები და დავამატებთ. ესე იგი, აი ეს არის. აი ასე. აქაც იგივეს გავაკეთებთ. აქაც იგივე მექანიზმით შევცვლით. აი ასე. მარჯვენა ზედა ღილაკი არის publish, დავკლიკავთ. აი აქ ამ ღილაკზე დავკლიკავ. და ვნახოთ რა გამოგვივიდა, დავარეფრეშოთ ჩვენი საიტი. თავარ კვერცხზე გადავიდეთ, თავარ კვერცხზე გავაკეთეთ ცვლილებები. აი როგორც ხედავთ, მენიუ არ ჩანს კარგად და ამ ფერებსაც შევცვლი. ვცვლით საიდან? ჰედერიდან. ჰედერში შევალთ ფერებს და ზომას ან რაღაცაც იქნება საჭირო შევცვლით. და ეგ გასასწორებელიც არის, ნახავთ საიდან იქნება გასასწორებელი. ესე იგი, აი ნახეთ როგორი საიტი გამოვიდა. ეს გვინდა აი ამ სურათის შეცვლა და გვინდა აი ამ სურათის შეცვლა. ჰედერზე დამოვიწყდა მე თქვა, ჰედერი განსხვავდება გვერდებისგან იმით, რომ სხვა გვერდზე რო გადავალთ, აი სურათი დარჩება, ხო? დაუშვათ სურათები იცვლება, მაგრამ ჰედერი ყოველთვის უცვლელი არის რა. აი ეს about-ას რა სურათიც აქვს, მაგას არ გულისხმობ და აი ამ სურათს არ გულისხმობ, არა. ჰედერში გულისხმობ აი ეს სტრუქტურა, სადაც უნდა იყოს ლოგო და მენიუ, ყველა გვერდზე პრინციპში უნდა იყოს ერთი და იგივე, რომ ადამიანი არ დაიბნეს დაუშვათ საიტზე ნავიგაციისას, რო იცოდეს, რომ რომელ გვერდზეც არ უნდა გადავიდეს, ყველგან ეს სტრუქტურა დახვდება, რომ თავისუფლად გადავა სხვა გვერდზე. ესე იგი, მთავარ გვერდს მივყვებით და დაგვჭირდა ერთი სურათის შეცვლა. აი ამ სურათის. აქაც ნახეთ, დაუშვათ არ ვიცით ამ სურათის ზომა, დავკლიკავთ და მარჯვენა ზედა კუთხეში გვაჩვენა, რომ ეს არის 800/523-ზე. ეს სურათიც გამზადებული მაქვს. ასე. ამას ეს მივამაგრებთ. დაუშვათ აი ეს ტექსტი გვინდა სხვა ფერში ეწეროს. დაუშვათ. გავამოქეთ. შეიძლება არ გამოჩნდა ახლა ფერში ცვლილება, მაგრამ მე დავუშვათ აი ესეთი ფერი იყო. და გახდა ესეთი ფერი. ფერები როგორც გვეკითხეთ, შეგიძლიათ თქვენ თვითონ როგორც მოდელ მოგეწონებათ, იმის მიხედვით შეცვალოთ. აი ეს. გადავიდეთ ახლა ის მთავარ გვერდზე და თავარ გვერდზე ყველა სურათი შეცვლილია, მაგრამ ამ სურათს როგორც ხედავთ, აქედან ვერ ვცვლი. აი, ვკლიკავ, არაფერი რეაქცია არ აქვს. იმიტომ რომ ესეც ისეთივე ნაწილი არის, როგორც ჰედერი, მაგრამ მას ეწოდება ფუტერი. ანუ ეს ფუტერი რაც არის საიტის ქვედა ნაწილი, ესეც ყველგან უცვლელი იქნება და ერთხელ რო შევცვლით, აქაც სტრუქტურა პრინციპში ყველგან ერთნაირი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვადასხვა იყოს, მაგრამ ძირითადი სტრუქტურა მაინც უნდა ჩანდეს, რომ ფუტერი ერთიანი არის. ფუტერის და ჰედერის არსიც იმაში არის, რომ ყოველი გვერდისთვის ახალ-ახალის გაკეთება არ იყოს საჭირო. ანუ ერთხელ კეთდება და ეს უკვე იმ შემთხვევაში თუ თანახმოვართ და გვჭირდება ვიყენებთ ერთიანად. აი მაგალითად შეხედეთ, about გვერდზე გადავალთ და აქაც იგივე არის, სერვისების გვერდზე გადავალთ. აქაც იგივე არის, კონტაქტების გვერდზე გადავალთ, აქაც იგივე არის. იმისთვის რომ შევცვალოთ ფუტერი, აქაც უნდა გადავიდეთ ჩვენ team builder-ზე. აქედან გამოსასვლელად ახლა აქ თავარ გვერდზე ვიმყოფებით, ჩვენ შეგახსენებთ, აქედან გამოსასვლელად გვჭირდება რომ დავკლიკოთ exit to WordPress. გადავიდეთ WordPress-ის მართვის პანელში და უნდა ავირჩიოთ team builder-ი. team builder-ში გადავალთ, მოუნახავთ აგერ არის ფუტერი და edit templates დავაკლიკოთ. გადავედით ფუტერში, აქაც იგივე პრინციპით არაფერი განსხვავებული, დაუშვათ თუ ვერ ვაკლიკავთ პირდაპირ აი აქ კონტეინერის სეტინგებზე, შეგვიძლია აი აქ მარჯვენა ზედა კუთხეში, რაც არის ეს პრინციპში მეხება ყველაფერს, რაც
რასაც ვცვლით ელემენტორით. აი აქ ზედა კუთხეში არის სტრუქტურა და გვაჩვენებს თუ რა გვაქვს აქ ჩვენ ჩამონათვალში, რისგან შედგება კონკრეტულად აი ეს მონაკვეთი. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი კონტეინერი, სადაც წერია აი ეს კონტაქტი და აქვს ფონად სურათი და მეორე, აი ნახეთ, გააქტიურდა, ეს არის ქვედა ნაწილი. ქვედა ნაწილში აქვე პირდაპირ შევცვალოთ ლოგო. ლოგო ამისთვის მაქვს სხვა მომზადებული. აი აქ ფუტერისთვის. აი ეს ორი ლოგო მაქვს. სომები. აი აქვე შეგიძლიათ ნახოთ ლოგოსიც. და აი ასე. შეუცვალოთ ფერი ტექსტს, რაღაც არ არის დავუშვათ. დავუშვათ ლურჯი ფერი გავაკეთოთ. აი ეს ჩვენი ლურჯი ფერი რაც გვაქვს, დავუშვათ ესე იყოს და აქაც დავუშვათ იყოს აი ეს ლურჯი ფერი. რა თქმა უნდა, თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე შეცვლით. გადავიდეთ ღილაკზე, ღილაკსაც იგივე გავუკეთოთ, რაც მთავარ გვერდზე გავაკეთეთ. ანუ წაუშალოთ ეს ფერთა გადასვლა, თავარი ფერი მივცეთ და მაუსის გადატარებისას იყოს ღია, აი ესეთი ცისფერი. სურათს რაც შეეხება, დავკლიკავთ აი აქ კონტეინერის სეტინგები გამოვა, style გაყოფილებაში გადავალ და აქ ამ სურათის ზომას ხედავთ 2369-ზე არის, ამას შევცვლით. მაქვს გამზადებული ამ ზომის სურათიც. ზომები არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც ესეთი იყოს, შეგახსენებთ, შეგიძლიათ თქვენ, რომელიც მოგერგებათ, რომელიც მოგეწონებათ ის ზომები დააყენოთ, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დიზაინი შეიძლება შეიცვალოს. ანუ რა თქმა უნდა, თუ იქნება დავუშვათ, თუ იყო დავუშვათ სიმაღლე თუ ქონდა სურათს 600 პიქსელი, სხვანაირად გამოიყურება, თუ სიმაღლე ქონდა 1000 პიქსელი, რა თქმა უნდა, იქ სტრუქტურა დიზაინი იცვლება. ფუტერისთვის გვაქვს გამზადებული სურათი. დავუშვათ აი ნებისმიერი აქედან ავიღოთ. აი ეს ავიღოთ. ისე ჩავსვათ. ასე. და დავარესტარტოთ და შევხედოთ რა შეიცვალა. შეხედეთ ყველა გვერდზე. ფუტერი ავტომატურად შეიცვალა. იმისთვის რომ დავუშვათ ცოტა ფერი ფონად მივცეთ, ჩვენ შეგვიძლია ესეთი რამე გავაკეთოთ. აი დავუშვათ ძალიან ღია არის აქ რა. ტექსტის შეცვლა შეგახსენებთ. ტექსტზე დაკლიკვით ხდება. შეგიძლიათ დაკლიკოთ პირდაპირ ტექსტზე და აქ შეიტანოთ ცვლილებები, რაც გჭირდებათ რომ ჩაწეროთ. აქაც იგივე და ფონს რაც შეეხება, აი დავუშვათ ღია ხო არის ეს ფონის სურათის. ჩვენ შეგვიძლია აქ დავკლიკოთ, style განყოფილებაში გადავიდეთ, ჩამოვსკროლოთ ქვევით და background overlay ავირჩიოთ. აქ ჩვენ შეგვიძლია ან სურათი დავადოთ რამე და ამ სურათის გამჭვირვალობა მივუთითოთ, ან უბრალოდ დავიღოთ ფერი. აი მაგალითისთვის დავიღებ ამ ღია ფერს, ნახეთ როგორ დაედო და პრინციპში მოუხდა კიდეც ჩემი აზრით. აქ გამჭვირვალობა ცოტა გავაკეთოთ 0.5 არის და გავაკეთოთ დავუშვათ აი ესე გავაკეთოთ 0.25 უფრო გაღიავთ, ანუ სხვაობა თუ ვერ მოასწარით ნახვა, აი გაჩვენებთ. ესე იგი, ნახეთ 1 არის აი ესეთი, ანუ სრულად გაუმჭვირვალე არის და არ ჩანს არაფერი ფონზე, მაგრამ თუ ვაკლებთ, ნახეთ, ღიავდება და ხდება უფრო გამჭვირვალე. ავირჩიე 0.25. ეს რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავი არის, დავაკლიკოთ ასე და აი ნახეთ, თუ ქონდა ჩვენ აი ასეთი ფონად დაედო. მე მგონი ეს უფრო ძალიან მოუხდა და ჩემი აზრით ყველა სურათზე მასე უნდა გავაკეთოთ. გადავიდეთ თავშოთ თავარ გვერდზე და იგივე გავაკეთოთ ამისთვის exit WordPress გავაკეთოთ, ანუ ფუტერიდან გამოვდივართ, ფუტერში დავასრულეთ მუშაობა, გვერდებში გადავიდეთ და დავუშვათ თავარ გვერდზე თუ შევალთ და პრინციპში როგორც უკვე ვთქვი, ყველგან შეგიძლიათ გააკეთოთ ესე თუ მოგწონთ. აი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კონტეინერის სეტინგებში შევედი, სურათი გვაქვს. აი ეს დაყენებული, მაგრამ ამ სურათს ცოტა
ესე ვთქვათ, რომ ბინდი გადავაკრათ ცისფერი, ნაცრისფერი, არ ვიცი არაფერი გინდათ. აი აქ დავკლიკავთ, ფერს ავარჩევთ, დავუშვათ რაც გინდათ, ან შემიძლია უკვე ჩემი გამზადებული ფერი. აი ნახეთ, ესე ხდება ძალიან ჩემი აზრით მუქია, ამიტომ გავაღიავოთ და როგორც უკვე წინაზე გავაკეთეთ 0.25, მე ასეთი ჩემი აზრით უფრო მოუხდა. გადავიდეთ სხვა გვერდებზე, ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ ცვლილებები სხვა გვერდებზეც. ასე დავუშვათ გვაქვს ჩვენ შესახებ გვერდი. ამისთვისაც გამზადებული მაქვს ყველაფერი და პრინციპში თუ ყველაფერი ნახეთ და გასაგებია, შეგიძლია კიდე ცოტა გადაახვიოთ დრო რომ არ დაკარგოთ. აქაც შევდივართ. ზომა, აი აქ გვიწერია სურათის შეგვიძლია. თუ ესეთი ზომის სურათი გვექნება ძალიან კარგი იქნება, ანუ დიზაინის სტრუქტურა შენარჩუნებული იქნება. აი ასე. აქ ტექსტი ნახეთ, სურათი მუქი არის და აქ ტექსტი ნამდვილად ითხოვს, რომ ღია ფერის ტექსტი იყოს. აქ შეგვიძლია დავწეროთ ბავშვთან ან ესეთი ფერის, ან უფრო ღია, ან თეთრი, რა ვიცი, როგორც მოისურვებთ. ესე სურათსაც აქ შევცვლით. აი ასე. და აი ნახეთ, აქ არის timeline-ი. აი ესეთი ვიჯეტი არის აქ დამატებული და ამ ვიჯეტის ფერები შევცვალოთ და სურათები ამ timeline-ში. Style-ში გადავიდეთ, ამ დავკლიკავთ თვითონ ამ timeline-ის ვიჯეტზე, გამოვა აქ მენიუ, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შევცვალოთ და ის ფერი, რომელიც ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს, შერჩეული გვაქვს, შეგვიძლია ყველგან მოვნახოთ. აი მთავარი ხაზი, main lane-ი, დავუშვათ აი აქ არის line-ი. აი აქ ეს ყველაფერი ნავიგაციის ღილაკიც ფერში შეიცვლება. ესეც ფერში შეიცვლება. აქ უნდა გქონდეს ჩვენ ეს სურათებზეც გადავიდეთ, კონტენტი, title-ი, description, ანუ ყველაფრის რასაც აქ ხედავთ შეცვლა არის შესაძლებელი და აი ამას ვეძებდი icons. აი ეს მრგვალი რაც არის, გავაკეთოთ ჩვენს ფერებში. გადავდივართ ასე. რაც შეეხება სურათებს, გადავდივართ აი აქ კონტენტში და timeline item-ში გადავდივართ და აქ ვაწერთ ტექსტსაც. აი აქ ნახეთ 2021 რო წერია დავუშვით 2025 შეგვიძლია დავწეროთ. სან რომელიღაცა შეიცვალა ტექსტი. აი აქ 2025 შეიცვალა. ბატონო, სურათი. ცვლით აქ სურათები რაც მაქვს გამოყენებული, ისევ ამათ გამოვიყენებ და აი ნახეთ, რაზეც ვამბობდი. სურათები თუ ასეთი არის და თუ გინდათ რომ ეს სტრუქტურა, ეს დიზაინი შენარჩუნებული იყოს, მაშინ ამავე ზომის სურათები უნდა დასვათ. თუ არ დავსვით, ნახეთ როგორ შეიცვალა და დავუშვათ თუ იქნება ერთი სურათი ამ ზომის, მეორე სურათი იმ ზომის, ხო რაღაც არ არის ლამაზი და რაღაც ცუდად გამოდის, ხო? ამიტომ ან ვაკეთებთ ყველას ერთი ზომის, ან დავუშვათ სტრუქტურა თუ არ გვინდა დაერღვას, იგივე სტრუქტურა თუ არ თუ გვინდა რომ იყოს იგივე სტრუქტურა შენარჩუნებული, რაც დიზაინში მოგვეწონა, მაშინ ზომები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ესე იგი, აქ ყველას გავუკეთებ მაინც აი ესეთ სურათს, რომ ჩანდეს სხვაობა დიზაინში, მაგრამ აქ ახლა ცით რა არის, ზოგჯერ ცვლილებები უხდება, ზოგჯერ ცვლილებები აფუჭებს, ხო? აი ამ შემთხვევაში აი აქ ახლა ესე თუ დავტოვებთ, ეს ცუდი ცვლილება იქნება, მაგრამ თუ ერთნაირს გავაკეთებთ, აი მაგალითად ამ სურათსაც ესე თუ გავაკეთებ, აი ამ შემდეგ სურათსაც თუ გავაკეთებ მაგ ზომის, ხო, ერთნაირი ზომები თუ არის, აი ძალიან მე მგონი ჩემი აზრით სიმპათიურად გამოდის.
აი აქ ჩავსვით. დავუშვით ეს მეოთხე ცუდად რო არ გამოვიდეს ამ მეოთხესაც. ან წავშლით, აი აქ ნახეთ შეგვიძლია ან დავამატოთ, ან წავშალოთ, იქნება სულ 3 ცალი, ხო? შეგვიძლია აი კოპის ღილაკს დავაკლიკოთ და იქნება ბევრი. თავიდან აქ 3 ჩანს, მაგრამ გადასვლისას შეიძლება ჩანდეს. იყოს პრინციპში რამდენიმე. პროვერსიას თუ შეიძენთ, 4 სლაიდერზე მეტი შეიძლება გამოჩნდეს და იქ უკვე შეიძლება აი აქ თავიდანვე რამდენი გამოჩნდეს ისიც ვარებული რო და უკვე სხვა დეტალები არის პროვერსიაში. ესე იგი, ჩამოდივართ აქვევით, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. დავაკლიკოთ აი ამ ღილაკ publish ღილაკს. გადავიდეთ სხვა გვერდზე. გადავიდეთ სერვისების გვერდზე. სერვისების გვერდზეც იგივეს ვაკეთებთ, რაც სხვა გვერდებზე გვაქვს გაკეთებული. აი ასე. სტაილში გადავდივართ, სურათს მოვნახავთ და ვცვლით. სერვისების გვერდისთვის ჩვენ გვაქვს აი აქ სურათი. აი ასე. და აქ გვაქვს უკვე თვითონ ხო აი აქ შევუცვალოთ ტექსტს ფერი და იყოს ესეთი. აქ ჩვენ გვაქვს სერვისების ჩამონათვალი, ეს შეგიძლიათ ან გაზარდოთ, ან შეამციროთ, არ ვიცი, როგორც მოგესურვებათ. აი აქ დავკლიკავთ და სერვისებისთვის გამზადებულია, გავუშვათ ეს სურათები. ასე. და ერთ საინტერესო რაღაცასაც გაჩვენებთ. აი ასე. ესეც აი ასე. ესე იგი, აი აქ ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი დავუშვათ აი ამ სერვისში რა შედის, რაღაცა დეტალები და ანუ ფერის შეცვლა გვინდა ამ ყველაფრის ტექსტი, რა თქმა უნდა. იცით უკვე როგორ იცვლება, შეგახსენებთ. აი აქ კონტენტში გადავალთ და აი დავუშვათ შევცვალეთ. აი დაიწერა აქ ერთიანი. აქ შეცვლით ტექსტს ამით. ვიზუალურად გვინდა შევცვალოთ აი ეს რაც არის ფერები გავაკეთოთ ლურჯი. აი აქ lines გავაკეთოთ, აი ეს ხაზიც ფერის არის და შეხედეთ ახლა. იგივე გასაკეთებელი გვაქვს აქაც და აქაც. იმისთვის რომ ერთი და იგივე არ ვაკეთოთ, შეგვიძლიათ აი ელემენტოს აქვს ძალიან კარგი ფუნქცია, მარჯვენა კლიკი გააკეთეთ, კოპიზე დაკლიკეთ, აქაც მიიტანეთ მაუსი, მარჯვენა კლიკი და უკვე სტაილის paste-ი გააკეთეთ, ანუ ჩასვით თვითონ ეს სტილები, რაც არის სტილები ნიშნავს, აი ეს ფერში ცვლილებას რო ვაკეთებთ, ფონტის ზომას, ფერს, ესეთი დეტალები რაც არის, ეს არის სტაილები. პირდაპირ ნახეთ, გააკეთე. აქაც იგივეს გავაკეთებ და სათითაოდ არ დამჭირდება. თქმა უნდა, ამას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ ყველგან ერთნაირი გვაქვს. ამ შემთხვევაში ფიქრობთ, რომ ესე მოუხდება და ერთიანად გავაკეთოთ. აი აქ მარჯვენა ზედა კუთხეში გვაქვს ღილაკი publish, რაც ნიშნავს დაფაბლიშებასაც და დასეივებასაც, ანუ ვინახავთ ამ ჩვენს ნამუშევარს. მეტი ამ გვერდზე არაფერი არ გვაქვს და გადავდივართ კონტაქტების გვერდზე. აქაც დაახლოებით იგივე ცვლილებებს ვაკეთებთ, მაგრამ აქ ცოტა მეტი ყურადღება დაგვჭირდება, რადგან მარტო სურათების შეცვლაზე არ გვაქვს აქ საუბარი. ესე იგი, მარჯვენა კლიკს გავაკეთებთ ამ კონტეინერზე, შევცვლით სურათს, სურათი გამზადებული მაქვს კომპიუტერში. აი ეს სურათი გამოვიყენოთ. თუ სურვილი გვექნება, შეგვიძლია background overlay გავაკეთოთ, როგორც უკვე გაჩვენეთ და მოდი გავაკეთოთ. მრავალფეროვნებისთვის ესე ვთქვათ. აქ იყოს 0.25 მიასედი და აქ ტექსტი იყოს დაუშვათ თეთრ ფერში. მესმის როებისგან განსხვავებულია, რასაც ვაკეთებდით, მაგრამ ერთ-ერთ ვარიანტად თეთრ ფერი არ მოხდა. ჩემი აზრით, გავაკეთოთ აი ესეთი ფერი. დაუშვათ, მე მგონი ეს უფრო ჯობია. როგორც ხედავთ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეცვალოთ, როგორც გაგიხარდებათ ისე. შემდეგი ჩვენ გვაქვს აი აქ საკონტაქტო ფორმა და აი ეს აიკონებიანი ტექსტი. დავკლიკოთ ამ ტექსტზე
და აიქონის ფერები, აი აქ აიქონ წერია. შეგვიძლია შევცვალოთ. აი ასე, აქაც ვკლიკავთ, სტაილში გადავდივართ, აიქონი, ფერი, ასე და აქაც იგივე. თუ დაუშვათ იცით, რომ ყველაფერი ერთი და იგივე იქნება, შეგიძლიათ დააკოპიროთ, როგორც სერვისების გვერდზე გავაკეთეთ. აქ ჩვენ გვაქვს ასევე საკონტაქტო ფორმა. შეგახსენებთ, რომ Royal Elementary Add-ons აქვს პრემიუმ ვერსია და ამ პრემიუმ ვერსიაში ფორმის შექმნის ბევრად უფრო ძლიერი მექანიზმები არსებობს, ბევრად ძლიერი ინსტრუმენტი არსებობს და უფასო ვერსიაში გვაქვს საშუალება შევქმნათ ფორმა, რომელსაც აქვს სახელი, იმეილი, ტექსტი. ჩემი აზრით, სრულებით საკმარისია დასაწყისისთვის, რომ ადამიანმა მოახერხოს თქვენთან დაკავშირება. ეს არ იქნება ერთადერთი, რა თქმა უნდა, ხერხი, იმედი მაქვს, ერთ-ერთი ხერხი იქნება და სრულებით საკმარისი არის ამიტომ. ესე იგი, გადავდივართ ამ setting-ში, ამ ფორმის setting-ებში. აქ, როგორც ხედავთ, როგორც გითხარით, სამი ველი არსებობს და ველების დამატების და თან სხვადასხვა ფუნქციებით შესაძლებელი არის Pro ვერსიაში, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით და ღილაკს შევუცვალოთ. ფერი, სტაილში გადავიდეთ, ღილაკი და ღილაკი გავაკეთოთ აი ესეთი ფერის. შემდეგ გადავიდეთ რუკაზე. ესე იგი, ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს ხვდები დეველოპერებისგან მოთხოვნას, რომ იყოს შესაძლებელი Google API-ის გასაღების გარეშე რუკის ჩვენება. ეს Google Eyes Map API key გასაღები არის პირობითად, ესე ვთქვათ, უფასო, მაგრამ რაღაც რაოდენობაზე ნახევრის შემდეგ რაღაცა ფასიანია და ბარათის მიმაჭირდება და მოკლედ ძალიან ისეთი თემა არის რა და ესეთი მარტივი ტიპის საიტზე ვაკეთებ შემდეგნაირად. გადავდივართ Google Maps-ში, ვნახულობთ იმ ლოკაციას, რომელიც გვჭირდება, დავაკლიკოთ აი ამ ღილაკს, გაზიარების ღილაკი, რუკის ჩაშენებაზე გადავიდეთ, აქ ვუთითებთ ზომის მორგებას და დავუშვათ მე ვიღებ 1400-600-ზე და აი ამ HTML-ის კოპირების ღილაკს დავაჭერთ. უკვე ის დაკოპირებული არის ის კოდი რუკის, რაც ჩვენ გვჭირდება, გადავიდეთ ისევ კონტაქტების გვერდზე და აქ აი ამას უკვე ვშლი, ეს აღარ მჭირდება, დავკლიკავ ვიჯეტებში და HTML-ს მოვნახავ. HTML-ი ამ კოდს ჩავსვამ აქ. აი ასე, ის რაც დავაკოპირეთ აქედან, აი აქედან რაც დავაკოპირეთ, ჩავსვათ აქ. დაინახეთ, გაიშალა რუკა. აქ მივუთითებთ, რომ იყოს განიერი. მარჯვენა ზედა კუთხეში გვაქვს publish-ის ღილაკი. შეგახსენებთ, დავკლიკავთ და გადავიდეთ ვნახოთ, ანუ სერვისები ვნახოთ. არ გვინახავს ჩვენი ნამუშევარი. სერვისები ესია შეცვლილი და კონტაქტების გვერდზე რო გადავალთ, აქაც ნახეთ, შეცვლილი არის და რუკაც პირდაპირ ჩანს. აქ ახლა დიზაინერულად რაღაცა ცვლილებას შეიტანდა ადამიანი, მაგრამ მთავარი პრინციპები, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ დამზადდეს მარტივი ტიპის საიტი სტარტაპისთვის, იმისთვის, რომ ჩანდეს თქვენი საიტი, ჩანდეს რა მომსახურებას უწევთ, ან რა პროდუქცია გაქვთ, იმისთვის, რომ წაიკითხოს ინფორმაცია კომპანიის სტარტაპის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია ყველაფერი ჩანს. აქ ყველაფერი გამზადებული არის, ეს ყველაფერი მარტივად კეთდება, როგორც ხედავთ და ახლა გადავიდეთ რეკომენდაციებზე. და სანამ გადავალთ რეკომენდაციაზე, მინდა ეს თეთრი ზოლი გავასწორო. ეს ზოლი გამოჩნდა იმის შემდეგ, რაც შევცვალეთ ლოგო, იმიტომ რომ იქ ორიგინალის ლოგო სხვა ზომაში იყო, ჩვენი ლოგო სხვა ზომაშია. ხდება ესეთი რამეც, არ არის პრობლემა და გაჩვენებთ, როგორ ხდება ამის გამოსწორება. გადავდივართ თვითონ გვერდებზე, აქ ორი ვარიანტია. ან შევდივართ აი აქ team builder-ში და ვცვლით ლოგოს ზუსტად იმ ზომაზე, რაც იყო, ან გადავდივართ დაუშვათ გვერდებში, დაუშვათ გვაქვს სხვა ტიპის ლოგო და გვინდა რომ ის ზომა იყოს და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ, გადავდივართ კონკრეტულად ყველა გვერდში და ზედა ნაწილში აქ მივუთითებთ, რომ დაშორება
აი აქ edit containers გავაკეთებთ. დაშორება ახლა არის -73 პიქსელი და გავაკეთოთ -100. ნახეთ, აიწია. შევინახოთ, დავარეფრეშოთ ჩვენი საიტი, მთავარ გვერდზე შევცვალეთ და ნახეთ, ლამაზად კარგად დაჯდა. ასევე გადავალთ სხვა გვერდებში, გავაკეთებთ მასევე უცებ გაკეთდება და გადავიდეთ რეკომენდაციებზე. ესე იგი, ჩვენ შესახებ გვერდიც ესე გავაკეთოთ და გადავიდეთ. აი ასე აქაც ზოლი არის. აქაც გავუწეროთ -100. ამას ვიმეორებ, არ არის აუცილებელი ყველა საიტზე -100 იყოს, ეს დამოკიდებული არის თვითონ template-ზე, ანუ საიტის ნიმუშზე დამოკიდებული არის ლოგოს ზომაზე და მოკლედ სხვადასხვა სეტინგებზე, მაგრამ თუ ესეთი პრობლემა შეგექმნათ, მოგვარების ერთ-ერთი ხერხი არის შეიხედოთ აი ამ კონფიგურაციაში, ამ სეტინგებში და ნახოთ რა დაგხვდებათ. დავუშვათ ამ შემთხვევაში აი ეს აგვარებს ძალიან მარტივად ამ პრობლემას, ნახეთ, ლამაზად დაჯდა ყველაფერი. გადავიდეთ სხვა გვერდზე, სერვისები და კონტაქტები დაგვრჩება. სერვისებზე, სერვისები აქ არის. ეს რუკა აღარ მინდა გავთიშოთ. სერვისების გვერდიც გაიხსნა. აი ასე, აქაც ვაკეთებთ ზუსტად ასე. ყველგან ხო ნახეთ -73 არის მითითებული იმის მიხედვით, რომ ესე დაჭირდათ, ესე გაკეთდა. აქაც გადავიდეთ სერვისებზეც კარგად დაჭდა, რა თქმა უნდა. და კონტაქტების გვერდზე. და გადავდივართ უკვე კონკრეტულად რეკომენდაციებზე. და სხვათა შორის დავიწყოთ კონტაქტების გვერდიდან, კონტაქტების ფორმიდან. ესე იგი ამას გავუწევ. გავუწერ. აი ასე. სად არის? შევამოწმოთ. კი ბატონო, ყველგან ყველაფერი რიქსია. კონტაქტების გვერდზე აუცილებლად მიუთითოთ ის მეილი, რომელზეც გვინდა მივიღოთ შეტყობინება. აგერ სეტინგებში ანუ დავკლიკავთ კონტაქტების ფორმა, საკონტაქტო ფორმაზე და აი აქ ჩაუწერთ სად უნდა მოვიდეს მეილი. დავუშვათ. შეიძლება მეილი თან აუცილებლად შეამოწმეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მეილი თუ არ მოდის, შეიძლება ჰოსტინგზე არის სპეციალურად რამე გაწერილი ეს ზოგიერთ ჰოსტინგს აქვს დაცვისთვის, ესე თქვა, დამატებითი დაცვისთვის გაწერილი, რომ აქედან ესე უბრალოდ არ იგზავნებოდეს მეილი, ამიტომ დაგჭირდებათ SMTP კონფიგურაცია. ამის შესახებ მაქვს ჩემს არხზე დადებული, ეს არის ჩემი YouTube არხი, პრინციპში, სადაც უყურებთ სავარაუდოდ ამ ვიდეოს. ვიდეოების განყოფილებაში რომ შეხვალთ, აქ ჩამონათვალში მაქვს მე ვიდეო, რომელიც ზუსტად ამ შემთხვევაზე მორგებული. საიტიდან მეილი თუ არ იგზავნება, რა უნდა გავაკეთოთ. შეიძლება ეს ხერხი ცოტა გერთულოდან არ მოგეწონოთ, არის ბევრი სხვადასხვა ვარიანტია. მთავარია SMTP კონფიგურაცია გაიწეროს. შეიძლება ჰოსტინგის მხარდაჭერის სამსახურსაც ვთხოვოთ დახმარება, ისინიც გაგიწევენ რეკომენდაციას რამეზე. შემდეგი რეკომენდაცია არის დავუშვათ თუ დამწყები ხართ და თავიდანვე გჭირდებათ იცოდეთ რას ნიშნავს დომენი, ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი, რას ნიშნავს WordPress-ი, WordPress-ის თემა და პლაგინები. ამ დეტალებს განვიხილავ. აი აქ მაქვს გაკეთებული პლეილისტი. აი ეს პლეილისტი არის. აი აქ გახსნილი მაქვს და შემდეგ საიტი როცა თუნდაც აი ამ ეტაპზე არის უკვე დასრულებული, აქ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საიტს აუცილებლად სარეზერვო ასლის გაკეთების საშუალება, ეს იმისთვის არის, რომ დავუშვათ საიტზე რაღაცა ცვლილება შეიტანეთ, რამე შეგეშალათ, რამე წაგეშალათ, რამე გაგიფუჭდათ, ან დავუშვათ რამე ჰაკერული ერიში მოხდა, საიტი დაზიანდა და ჭირდება თავიდან აღადგინოთ ეს ყველაფერი. ასევე ჰაკერული ერიში ვახსენე და
საიტის დაცვის შესახებ მაქვს ვიდეო ჩაწერილი, დაცვის ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს და ერთ-ერთს განვიხილავ, რა შეიძლება იყოს, ანუ ეს მართალია მინიმალური დაცვა იქნება, მაგრამ მინიმალური ჯობია საერთოდ არანაირად დაცვას და შემდეგი რეკომენდაცია არის შეხედოთ საიტის სიჩქარის ოპტიმიზაციას. არავის არ მოსწონს ნელი საიტები, მოუქნელი საიტები, რომლებიც ვერ გადადიან გვერდიდან გვერდზე და რაღაცა შეიძლება თითქოს ჩანდეს ლამაზიარი, მაგრამ ინფორმაცია თუ ვერ წავეკითხე და დროულად თუ ვერ მივიღე ის, რაც მე მჭირდება, ну, რა თქმა უნდა, ესეთი საიტი არც მომხმარებელს არ მოსწონს და მომხმარებელს რადგან არ მოსწონს, Google-იც შესაბამისად ამ საიტების, ესე ვთქვათ, გამოჩენას ერიდება. არ მოსწონს ესეთი საიტები Google-საც და ცდილობს, რომ ესეთი საიტები რაც შეიძლება შორს გადადოს ზედა თაროზე, რომ არავინ არ შეხედოს. Google-ის ხსენებაზე მაქვს აქვე ვიდეო ჩაწერილი SEO პლაგინებზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ SEO შეიძლება გაკეთდეს საიტზე, ანუ ერთ-ერთი ნაწილი არის, ესე იგი, ამ SEO პლაგინების დაინსტალირება, ამით SEO არ დასრულდება, რა თქმა უნდა, საიტს ჭირდება როგორც ტექნიკური SEO, ანუ საიტზევე ჭირდება SEO-ს გაკეთება და საიტის გარეთაც არის ბევრი პროცედურა ჩასატარებელი. საიტზე შიგნით საიტზე ან ზედ საიტზე არ ვიცი როგორ თქვა, ის რაც არის გასაკეთებელი, ჩემს არხზე მიდევს კურსების განყოფილებაში, ეს არის SEO WordPress-ისთვის და ამ ჩამონათვალში, ეს მინი კურსი არის და ამ ჩამონათვალში არის ძირითადი ეტაპები, რაც გასავლელი არის WordPress SEO-სთვის, ძალიან ბევრი მათგანი ჩამოთვლილი. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს აესე უბრალოდ ამ ვიდეოების ყურებით, ერთხელ შევხედავთ, ნახავთ და გავაკეთებთ და ყველაფერი გასაგებია და საიტი აეწყო და საძიებო სისტემებში პირველ ადგილზე ესე არ კეთდება. აქ არის ინფორმაცია იმისთვის, რომ ნახოთ რა როგორ კეთდება, მაგრამ ინფორმაცია სულ იცვლება, რაღაცა ემატება, რაღაცა განახლებადია რაღაცა, ხო? აუცილებლად უნდა მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს SEO, რას ნიშნავს საიტების დაცვა, რას ნიშნავს სიჩქარის ოპტიმიზაცია. აქ მე მაქსიმალურად მაქვს ინფორმაცია, მიმდინარე ინფორმაცია ჩაწერილი, მაგრამ რა თქმა უნდა, თვით განვითარებაზეც უნდა იმუშაოთ, თუ გინდათ რომ კარგი ხარისხიანი საიტი გააკეთოთ. იმიტომ რომ აი დავუშვათ 5-10 წლის წინ სხვა სტანდარტი იყო უსაფრთხოებისთვის და სხვა რამე იყო საკმარისი წელს და უკვე ამ 10 წლის შემდეგ 5-10 წლის შემდეგ შეიცვალა რაღაცა დაემატა რაღაცა აღარ არის ყურადსაღები, იმიტომ რომ აღარავინ არ იყენებს. აი მაგალითად იყო საიტები Flash-ზე. იმას თავის დაცვა ჭირდებოდა, თავისი პრობლემები ჰქონდა უსაფრთხოების, მაგრამ დღეს Flash-ს არავინ არ იყენებს საიტების დამზადებისას და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა არ განიხილება ამის დაცვა საიტზე არსად არ გვიყენია, ამის დაცვის შესახებ ინფორმაცია არც გჭირდება. ამიტომ თვით განვითარებაზე უნდა იზრუნოთ, მეტი და მეტი ინფორმაცია მიიღოთ. აქ ესე ვთქვათ საბაზისო ინფორმაცია იდება ამ არხზე და აუცილებლად გაეცანით, ნახეთ ყველაფერი. შეისწავლეთ, ისწავლეთ, კითხვები თუ გექნებათ, მაქვს Facebook ჯგუფიც. ნახავთ ალბათ სხვა ვიდეოში რეკლამას Facebook ჯგუფის შესახებ, შეგიძლიათ იქ გაწევრიანდეთ და იქ უფრო დეტალურად გავიაროთ. რაც შეეხება საიტის ქართულ ვერსიას, აი ამ საიტის ქართულ ვერსიას, ალბათ ვინმეს ექნება კითხვა, როგორ შეიძლება ეს ქართულ ვერსიაზე გადავიყვანოთ. იმისთვის რომ ვნახო თქვენი ინტერესი, კარგი იქნება ამ ვიდეოს ქვეშ გააკეთოთ ლაიქები და 100 ლაიქის შემთხვევაში მეცოდინება, რომ ესე იგი დაინტერესებული არის როგორც მინიმუმ 100 ადამიანი და ჩავწერ ვიდეოს, რომ აი ამ საიტს, ამ ტიპის საიტს, შეიძლება ეს საიტი უკვე წაშლილი იყოს იმ მომენტისთვის, მაგრამ ნუ ესეთი ტიპის საიტს გადავიყვანთ და გვექნება ქართულ ენაზე, უკვე ქართულენოვან წარწერებს გავაკეთებთ, იმიტომ რომ უბრალოდ ესე აქ ტექსტი ქართულად ჩაიწეროს არ არის საკმარისი, ბევრი ისეთი ნიუანსია, ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ და ამისთვის რა თქმა უნდა ძალისხმევა დამჭირდება, მაგრამ ამ ძალისხმევისთვის მჭირდება თქვენი თანადგომა, თქვენი მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა მინიმუმ 100 ლაიქით მაჩვენეთ. წარმატებებს გისურვებთ.